მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ საშემოდგომო სესიას ოფიციალურად გახსნის. განსახილველ საკითხებს შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება. გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრების ადგილმონაცვლეობის საკითხის განხილვა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მოსმენა. ეს დოკუმენტი ბიუროს დღეს წარედგინა, სხდომაზე კი მისი მოსმენა მიმდინარე კვირაში გეგმება. 430 გვერდიან დოკუმენტში აღწერილია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანების უფლებების ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ზეწოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები. დასკვნა 800-მდე ახსნა განმარტებითი განაცხადის 129 პირის გამოკითხვისა და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადდა. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდება. ეს არის რუსეთის დავალების შემსრულებელი კომისია, რომლის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია და ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეასრულეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული ინტეგრაციის საქმეში უბრალოდ გაასამართლონ. ეხლა ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობის პატივია, როდესაც რუსები ასამართლებენ. ეს ნაციონალურ მოძრაობას უკან არ დახევს, ეს ნაციონალურ მოძრაობას არაფერში არ შეაფერხებს, პირიქით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოშლით. ეს კომისია არსებობს იმისთვის, რომ საქართველო დაანაშაულონ ომის დაწყებაში. და კოჩს უგორებენ რუსებს, ოსებს და 1000 ჯურის მამაძაღლებს და მტრებს ჩვენი ქვეყნის. ეს შესაბამისად ეს არის მტრული კომისია, ეს არის მოღალატეობრივი კომისია. ამ კომისიის წევრები თავის საქმიანობისთვის და ძალისხმევისთვის აგებენ აუცილებლად პასუხს. მოცემული არის ამ დასკვნაში ის ფაქტობრივი ის ფაქტები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ხელისუფლებაში აღარ ყოფნის დროს ჩაიდინა ისეთი ტიპის დანაშაულებები, რომელიც სწორედ საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევდა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მე ამის საფუძველს ხედავ, დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებული არის საკონსტიტუციო სასამართლოში. როდესაც მიღებული იქნება საბოლოო დადგენილება, მერე უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შედგენა და წარდგენა. ბუნებრივია ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმიტომ რომ ჯერ საკონსტიტუციო სარჩელის დაწყებისთვის საჭიროა, რომ ვინც ამ სარჩელზე იმუშავებს, იმათ კარგად შეისწავლონ დოკუმენტი, შემდეგ მოამზადონ შესაბამისი სარჩელი და შეტანილი იქნეს საკონსტიტუციო სამართლში. იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში შესატანილი ცვლილებები განიხილა. საუბარია ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვაზე. მოხდება პრევენცია ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ჩადენისა, სადაც მთელი რიგი ცვლილებები გვაქვს შემოთავაზებული, როგორც არის მაგალითად სასამართლოს განაჩენი ქვეყნის გასვლის აკრძალვა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის, რომ ერთი მხრივ როგორც თქვით, რომ პრევენცია მოხდეს და ამავდროულად ღირსეული კომპენსაციის საშუალება იყოს დაზარალებულთათვის. ბევრი ადამიანი არის დაზარალებული ფინანსური დანაშაულების გზით, ჩვენი ცვლილებების მიხედვით უფრო ეფექტურად მოხდება დაზარალებულების დაკმაყოფილება და რა თქმა ადამიანებს აღარ გაუჩნდებათ სურვილი პრევენციას მოახდენს, რომ სხვისი ქონების მისაკუთრების იქნება და სხვისი დაზარალების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოაწყონ და ხელი მოითქონ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ერთ ადამიანს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დაკავებული ერთი ადამიანი ამოღებულია დანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ერთ ადამიანს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვირეულის შესახებ ევროპის ფორუმს მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია
ლოგიკების ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათი რანგის, მათი დონის ასეთი კონფერენციების ჩატარება არის უდიდესი პრივილეგია და ის რომ ეს კონფერენცია დღეს ტარდება და იწყება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხას უსვავს უკვე იმ მიღწევებს და იმ რეიტინგულ მონაცემებს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე თავისი იმიჯით პასუხობს. კონფერენციის ჩატარება ჩვენს უნივერსიტეტის ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ამ მიმართულებით არის წამყვანი უნივერსიტეტი რეგიონში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან ამ სფეროში და ეს არის საფუძველი მომავალი პარტნიორული თანამშრომლობისთვის ევროპის წამყვან სამეცნიერო წრეებთან. ბათუმში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. აქტუალურ საკითხებზე 300-მდე მკვლევარი მოხსენებას წარადგენს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მათემატიკაში უახლესი შედეგები, გვეწვევდნენ უმაღლესი დონის ექსპერტები, იმუშავებს 10 თემატური სექცია და ერთი მინი-სიმპოზიუმი. წარმოდგენილი იქნება მოხსენებები როგორც წმინდა მათემატიკიდან, ასევე გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია კონფერენცია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რადგან აქ თავს იკრის უშუალოდ ინოვაციების და სხვადასხვა საკითხების განხილვა, რომელიც შემდგომში დაჭირდება როგორც უნივერსიტეტს, ასევე სასწავლო კურსებს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სტუდენტებს, რომლებიც მიმართული არიან მათემატიკური უნარების დასამზადებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სიახლეების გაცნობა, რომელიც საერთაშორისო აკადემიურ წრეებში არსებობს მათემატიკის სწავლების მიმართულებით, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე სასკოლო სივრცეში. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე იქნება მსჯელობა ამ კონფერენციის ფორმატში, ასევე დაიგეგმება სამოვლო თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეიდან სახელმწიფო უწყებებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი დაიწყო. 10 სექტემბრის ჩათვლით სტაჟირების მსურველებს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ვებგვერდზე შეეძლებათ განცხადების გაკეთება. ეს პროცესი ემსახურება იმ მთავარ მიზანს, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება რეალურად პრაქტიკაში გამოცადონ და განავითარონ უნარები, რომელიც მათ მიერ მიღებულ ცოდნაზე იქნება დაფუძნებული. გასულ წელს, როდესაც მსგავსი პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, თითქმის ყოველი მეოთხე სტაჟირება გავლილი დასაქმდა საჯარო სექტორში, როგორც ხელისუფლების ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ორგანოებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ პროგრამის მნიშვნელობაზე. მერაბ ალექსიძის ქუჩის სრული, ხოლო ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე ქსელი იცვლება, დაზიანებული წყლის მილები, საკომუნიკაციო ქსელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ამორტიზირებული, გაუბედურებული, იმის გამო, რომ არ არსებობდა ნორმალური კომუნიკაციები, ხალხს სარდაფები და ავტოსადგომების უწყლით ეთმორებოდა. უსაბამისად, საფურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ხედავთ ირგვლივ თუ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პრობლემით ყველა კომუნიკაცია, რაც არსებობდა მიწის ქვემოთ, იქნება მთლიანად განახლებული 20 სექტემბრისთვის ქვედაფენებში აღნიშნული ტერიტორია, ასევე ტროტუარები იქნება კეთილმოწყობილი და სამუშაოები ისევ გაგრძელდება. მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ასევე ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ყველა საჰაერო კომუნიკაცია მიწისქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება თანამედროვე განათება, მოეწყობა ტროტუარები, რომელიც აუცილებლად ადაპტირებული იქნება, ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბარაკის ტიპის სახლის დემონტაჟი, სადაც მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. რუსთავის მერმა და მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები კიდევ ორ საარჩევნო ოლქში წარუდგინა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების გუნდს ხმას უკვე გაკეთებული საქმის გამო აძლევენ. ქართული ოცნების გუნდმა დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენ გვაქვს გაწერილი 4 წლიანი გეგმა, რომელიც საჭირო არის ქალაქის განვითარებისთვის. ამიტომ ხო, თითოეული თქვენგანს ხარი დაუჭიროთ ჩვენს გუნდს, ქართული ოცნების გუნდს. დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია. მე უკვე დაახლოებით 4 წელიწადია ვარ ჭონდელი სულის მერის წარმომადგენელი. ვფიქრობ, რომ ზედმიწევნით ვიცი თითოეული პრობლემა აქაური მოსახლეების და ვფიქრობ, რომ ჩემი ხარდაჭერის შემთხვევაში ვიქნები ის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც ამ უბანს უფრო გააჯამრთელებს, ესე რომ ვთქვათ და უფრო წინ წაიყვანს. ჩვენაირი მერი, როგორც ქალბატონი ნინოა, რუსთავ ჯერ არ ყოლია. და ასევე გიგა კიკვაძე ძალიან ჩვენ უბანზე ზრუნავს და რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი ხარდაჭერი ეყოლება. ხმას ვაძლევ ქართულ ოცნებას და ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, ვინაიდან ყველა დანაპირები, რაც შეგვპირდა ქალაქს და ჩვენს მოსახლეობას, პირნათლად შეასრულა.